ორმა გენიოსმა, რომელთაგან ერთი პოლონეთიდანაა და მეორე ფინეთიდან მსოფლიოში საუკეთესო თანამგზავრული სისტემა შექმნა. ეს რადარის მზერა 600 კილომეტრის სიმაღლიდან ღრუბლის სქელი მასის მიღმაც კი ყველაფერს ხედავს. თუნდაც შუაღამისას იქნება ეს ჩაღვრილი ნავთობი თხის ხანძარი, წყალდიდობა თუ სამხედრო დანადგარი, ან საეჭვო გემის მარშრუტი. დედამიწის დამკვირვებელ ამ მსოფლიო ჩემპიონს ევროპაში ამზადებენ. ეს ჭაობი ფინეთშია, ჰელსინკის გარეუბანში. აი აქ არის კომპანია ICE-ის მთავარი შტაბ-ბინა. ეს სტარტაპი დიდი რაოდენობით მინი თანამგზავრებს აწარმოებს და გლობალური ბაზრის ლიდერია. რადარზე მომუშავე ტექნიკური მუშაკი იტალიელი ანდრეა, თავის თურქ კოლეგა ბურაქსა და ლაბორატორიის ტექნიკურ თანამშრომელ ნეპალელ კრიტის საცდელ ოთახს ათვალიერებინებს. ახალი თანამგზავრის დეტალები საიდუმლოა, აქ გადაღება აკრძალულია. დედამიწაზე დაკვირვების მსოფლიო ლიდერი ევროპაშია დამზადებული. მცირე ზომის ფინური თანამგზავრი ყველაფერს ხედავს. რა მაგარია, მშვენიერია. ეს არის რადარული თანამგზავრი. რადარი, ესე იგი ღრუბლის მიღმაც ხედავს ღამით? ზუსტად ასეა, მაგრამ ეს თანამგზავრი ბევრად მომცროა აქამდე არსებულ ტრადიციულ თანამგზავრებთან შედარებით. ეს აპარატი 200 კილოს იწონის. მიუხედავად მცირე ზომისა, ის მაღალი გარჩევადობით ხასიათდება და უფრო იაფია. ეს კი ნიშნავს, რომ შეგიძლია ამ რადარის მთელი ფლოტილია გქონდეს 4, 5 ან 10 და არა მხოლოდ ერთი ცალი. გამოდის, რომ ეს ერთი თანამგზავრი კი არ არის, არამედ თანამგზავრების თანავარსკვლავედია? ზუსტად ასეა. ICE სწორედ ეს არის ჩვენ მსოფლიოში ყველაზე დიდი თანამგზავრების თანავარსკვლავედი გვაქვს. მაინც რისი დანახვა შეიძლება დედამიწაზე? ამჟამად ყველაზე მაღალი გარჩევადობის მაჩვენებელი, რაც შეგვიძლია შემოგთავაზოთ, 25 სანტიმეტრია. გამოდის, რომ 600 კილომეტრის სიმაღლიდან ეს აპარატი ასე მცირე ზომას არჩევს. დიახ, ასეა. ვაპირებთ 16 სანტიმეტრამდე დავიყვანოთ ეს მაჩვენებელი და უფრო შორსაც სწავლოთ. შეგვიძლია გამოსახულება 2-3 საათში მოგაწოდოთ. ამ დროსაც 10 წუთამდე შეომციროთ. ამჟამად რამდენი თანამგზავრია მაღლა? დღეს 70 გავუშვით, ამჟამად წელიწადში 25 წელს ვამზადებთ და ვაპირებთ 50-ზე ავიდეთ. კვირაში ერთი თანამგზავრი, გასაოცარია. ზუსტად. კომპანია ICE 2014 წელს დააფუძნეს და მისთვის საწყისი დაფინანსება ევროკავშირმა გაიღო. კომპანიას მრავალი ფილიალი აქვს, მათ შორის პოლონეთში, ესპანეთში, გერმანიასა და საბერძნეთში და მთლიანობაში 1000 ადამიანს ასაქმებს 70 ქვეყნიდან. გამარჯობა პეკა, მიხარია თქვენი გაცნობა. სასიამოვნოა თქვენი გაცნობა, მობრძანდით. ძალიან კარგი, მინდა თქვენი გამოცდილება გამიზიაროთ. მაინც როგორ დაიწყო ყველაფერი? აი აქ აალტოს უნივერსიტეტში ვიყავით. ICE-ის ამბავი მართლაც განსაკუთრებელია იმ თვალსაზრისით, რომ თავიდანვე გადავწყვიტეთ თანამგზავრული მასშტაბის ისეთი სენსორული რადარის შექმნა, როგორიც მსოფლიოში არ არსებობდა. 24 წლის რამდენიმე სტუდენტისთვის ეს ძალიან დიდი ამბიცია იყო. Which again for us being a couple 24-year-old students was ambitious stretch. ევროპაში დამზადებული პროდუქციით ისევ შეგვიძლია კონკურენციის გაწევა მსოფლიო დონეზე? ტექნოლოგიური კვლევებზე დაფუძნებული კომპანიების კუთხით ევროპას ძალიან დიდი გამოცდილება აქვს, მაგრამ ამ კომპანიების ისევე სწრაფად გაფართოება, როგორც ამერიკასა და ჩინეთში ხდება, ცოტა პრობლემა იყო. As fast and as aggressively as you might in US or you might in China. რაც შეეხება ევროკავშირს, მაინც რას ურჩევდით ბრიუსელს? რომ უფრო გაბედული გეგმა ახლავე შეიმუშაოს და არა 10 წლის მერე. ევროპას რესურსები აქვს, მაგრამ უნდა შეძლოს ამათი იმ სპეციალურ პროგრამებში ჩადება, რომელსაც ამბიცია აქვს, რომ მსოფლიოში საუკეთესო იყო. სერიოზულად მოიკიდეთ ამ საქმეს. აქვე ორი ფეხის ნაბიჯზეა აალტო, ფინეთის საუკეთესო უნივერსიტეტი. აქ მსოფლიოს ყველა კუთხიდან ჩამოსული 14000 ახალგაზრდა სწავლობს. პროფესორმა იან პრაქსმა სახელი მთელ მსოფლიოში გაუთქვა უნივერსიტეტს თავისი ნანო თანამგზავრული პროგრამით. სასიამოვნოა თქვენი გაცნობა. ჩემთვისაც სასიამოვნოა თქვენი გაცნობა. ლაბორატორიაში შევიდეთ. Our goal was to build the first satellite. ჩვენი მიზანი იყო, რომ ჩვენი ქვეყნისთვის პირველი თანამგზავრი შეგვექმნა და ამ დიადმა მიზანმა გამორჩეული სტუდენტები მოიზიდა. ჩვენ წარმატებით გავაქვთ თავი პირველი ფინური თანამგზავრის შექმნას და ამ წარმატებულმა ძალიან ნიჭიერმა სტუდენტებმა უფრო შორს გადაწყვეტეს სწავლდნენ და მოგვიანებით სხვა წარმატებებსაც მიაღწიეს. ჩვენ ახალ ვითარებ ტექნოლოგიასა და კოსმოსურ ტექნოლოგიებზე მომუშავე კომპანიებს. ჩვენი ბოლო სტარტაპი რამდენიმე წლის წინ დავაფუძნეთ. ინოვაციური ჯაჭვის დასაწყისშივე გრძელვადიანი დაფინანსების პროგრამები გვაქვს.
startup company started just a few weeks ago. We have very long-living funding programs for the very beginning of the innovation chain. ამ უნივერსიტეტის კამპუსში 170 კომპანიაა დაფუძნებული. კვლევრები ახალგაზრდა მეწარმეები ხდებიან. ალტოს კურს დამთავრებულების მიერ შექმნილი კომპანიების საერთო ღირებულება 30 მილიარდი ევროა. ალტოს ხელდასმულმა კომპანიებმა 15000 სამუშაო ადგილი შექმნეს. მარიუსი გერმანიიდან ჩამოსული დოქტორანტი განცხადებას ავსებს, რომ კომპანია ISI-ში მუშაობა დაიწყოს. ალტოს უნივერსიტეტში თანამგზავრებს თავიდან ბოლომდე ჩვენ ვაწყობთ და მე კოსმოსში ვუშვებთ. აქ სტუდენტებიც და დასაქმებულიც რეალურ საქმეს აკეთებენ და რა თქმა უნდა, სწორედ ეს ქმნის განსხვავებულ დამოკიდებულებას და ასე ჩნდება ახალი კომპანია და სტარტაპი. რადგან ზუსტად იცი, რასაც აკეთებ. ასე არა? თუკი სტუდენტური სტარტაპისთვის საწყისი კაპიტალის მოპოვება ამ ბიზნეს სამყაროში საჭირო კონტაქტის პოვნაა საჭირო. ალტოს ვიცე-პრეზიდენტს ევროპის წამყვანი მენეჯერების პირადი ტელეფონის ნომრებიც აქვს. რა შეიძლება ისწავლონ სხვა ევროპულმა უნივერსიტეტებმა თქვენგან, ფინეთისგან? ჩვენს გუნდს ვასწავლით, როგორ მოიღონ პასუხი მომხმარებლებისგან და აქციონერებისგან, ასე რომ პირველივე დღიდან ვიბევებთ მომხმარებელს პირველივე წუთიდან. კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია სამეწარმეო სულისკვეთება და ნდობა. წარმატებისთვის საჭირო მესამე ფაქტორი კი არის იერარქიის სიმცირე. And the third factor is the low hierarchy. ასტროფიზიკოსი შეი სტრონგი ISI-ში მონაცემთა ანალიზის განყოფილებას ხელმძღვანელობს. კოსმოსიდან მოწოდებული მაღალი გარჩევადობის მქონე ფოტოები ძალიან მნიშვნელოვანია სამხედრო დაზვერვისთვის, მაგრამ ისინი სტიქიური უბედურების მართვის კუთხითაც აუცილებელია, რათა გაირკვეს მაინც სად არის ხანძარი, რომელი ტერიტორია დაიტბორა, სად გაიჩეხა ტროპიკული ტყე. როგორი განცდა გქონდათ, როდესაც თქვენი ახალი თანამგზავრის მიერ გადაღებული პირველი ფოტო მიიღეთ? It almost becomes like an infrastructure of like you have this amazing beautiful access to all this information. ეს ყოველთვის საოცარი განცდა. უხმო რევოლუციას გავს. გარკვეულწილად ინფრასტრუქტურა იქმნება, როდესაც გაქვს წვდომა ასეთი დონის ინფორმაციაზე. თანაც ძალიან ხშირად. ასე რომ ჩვენ ნამდვილად შეგვიძლია გავლენა ვიქონიოთ ხალხზე სტიქიის მართვის ან საზღვრების უსაფრთხოების კუთხით. თუ იკითხავთ, რამდენად სასარგებლოა ISI-ის საქმიანობა კაცობრიობისთვის, მე გიპასუხებთ, რომ არის. ჩვენი ფოტოები, ინფორმაცია და მონაცემები სამომხმარებლო საქონელი კი არ არის, ჩვენ იმას ვიღებთ, რაც დედამიწაზე ხდება. მინდა ჩემი დრო იმაზე დავხარჯო, რაც ამ სამყაროს უკეთეს ადგილად გარდაქმნის მონაცემების დახმარებით. ჩვენი ინფორმაციის წყალობით ევროპაში უკეთესი გადაწყვეტილებების მიღება შეგვიძლია ამ მარად ცვალებადი გარემოსა და მსოფლიოს ფონზე. Decisions for Europe as we navigate through this changing environment, this changing world.